დილო მშვიდობის შესრულდა 11 საათი და გაცემა დღის ნესრომი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. დღეს პარასკევია, ტრადიციულად თვალს გადავალებ თემებს, რომელმაც ამ კვირაში მიიქცია ჩვენი ყურადღება. საითმიდის საქართველოს ქვეყნის ხელისუფლების საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის კონტექსტში ეს კითხვა კიდევ ერთხელ აქტიურდება. შესაბამისად, ჩვენც კიდევ ერთხელ მოგვიწევს ამაზე საუბარი. დაგვალოდეთ, დავით დარჩეშვილი იქნება ჩვენი პირველი სტუმარი და დავიწყებთ ზუსტად 1 წუთში, იქამდე კი თვალი გადავავლოთ ბოლოს სიახლეებს. არ ვაპირებ მოთქმა გოდებას თუ არ შეგვეშინდება და გავიაზრებთ სააკაშვილის მოწოდებას გავერთიანდეთ დროშის გარშემო გამარჯვება გარდაუვალია. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლის საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს. ხაბეიშვილი საზოგადოებას ბრძოლისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ნამდვილ დისიდენტებს 7 წელი მიუსაჯეს. სტუდენტები არიან მძევლად და ხელების ჩამოშვება დანაშაულია. ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ საქართველოს მმართველი პარტია თეირანის ტერორისტულ რეჟიმთან თანამშრომლობს. უილსონმა ჰადსონის ინსტიტუტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საქართველოს ხელში ჩაგდებას ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესებისა და ქართული ხალხისთვის დამანგრეველი შედეგები მოაქვს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთისთვის სტარლინკის დაბლოკვის შემდეგ უკრაინამ მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიბრუნა. ამის შესახებ გამოცემა ბლუმბერგი ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვაზე დაყრდნობით წერს. მათივე ცნობით, წელს უკრაინამ კონტრშეტევის შედეგად დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა, მას შემდეგ, რაც ათასობის სტარლინკ პორტატული ინტერნეტ ტერმინალი რუსებისთვის მიუწვდომელი გახდა. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის დღის ნესრომი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩეშვილი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა, ბატონ დავით და მადლობა სტუმრობისთვის. მშვიდობის. ბატონ დავით, დავიწყოთ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პერიპეტიების შეფასება. პირველ რიგში კი განაჩენი, რომელიც დადგა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ლევან ხაბეიშვილის საქმეზე, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მას სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის მიცემის დაპირების ბრალდება გადაუკვალიფიცირა, თუმცა დამნაშავე ცნო სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლაში, საბოტაჟში, რისთვისაც 2 წლით და 6 თვით პატიმრობა განუსაზღვრა. პროკურატურა უფრო მძიმე მუხლით ითხოვდა ხაბეიშვილის გასამართლებას, თუმცა საერთო ჯამში პროკურორი მაინც კმაყოფილია და როგორც ამბობს, სასამართლომ დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას და ხაბეიშვილის დაპირებები ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელთა მიმართ შეფასდა როგორც საბოტაჟი. პოლიტიკური პატიმრობა თუ სასჯელი, რომელიც მტკიცებულებებითაა გამყარებული. რა არის თქვენი სათქმელი? ის, რასაც ლევან ხაბეიშვილი ამბობდა თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში 4 ოქტომბრის აქციასთან მიმართებაში, რამდენად იყო მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ და შესაბამისად რამდენად იყო სახეზე დანაშაული? ვიცით რა, როცა სიტყვებისთვის პოლიტიკოსებს ჯიან, ამას პოლიტიკური რეპრესიები ქვია, როგორც არ უნდა შეხედო. ხო, მე ვგულისხმობ ოცნების ამორჩეველს, ხო, იმიტომ რომ ოპოზიციურ ამორჩეველში ყველაფერი ნათელია. ქვეყანაში მყარდება, რაღაცნაირად ხდება კონსოლიდირება ავტორიტარული მმართველობის სისტემისა და ამას ებრძვის ოპოზიციური ამორჩეველი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და რაც შეეხება აი ოცნების ამორჩეველს, ნუ რაღაცა არ ვიცი, ნუ თუ სიხარული აქვთ, სიხარულის განცდა აქვთ იმისაგან, რომ ყველანაირი ოპონენტი რაღაც რეპრესიულ წნეხში გადის. შეიძლება მათი არც შეხედულებები მოგწონდეს, მათი პოლიტიკაში მოსვლა გაშინებდეს, მაგრამ როდესაც გამოთქმებისათვის, სიტყვებისათვის აი ესეთი მძაფრი ბრალდებებია და შემდგომ სისხლის სამართლის საქმეები და პატიმრობები, ამას ნუ რეპრესიები ქვია. ამას პოლიტიკური დევნა ქვია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ისე ვიმეორებ, აი ეს პოლიტიკოსები ანგელოზებად არ მიგაჩნდეს და შენი არგუმენტები გქონდეს, ხო? ესე არის სამყაროში
ასეთი ურთიერთობები დახასიათებული და ახლა თუ სამყაროს გავემიჯნებით და ვიტყვით რომ ჩვენ ვართ განსაკუთრებული კუნძული, კი ბატონო, ოღონდ აი ესე კუნძულად ცხოვრება რამდენად არის შესაძლებელი. ოპონენტების რეპრესიულ წნეხზე საუბრობ, თუმცა აი ოპოზიციურ ველზეც კი არიან პოლიტიკოსები, რომლებიც არ ფიქრობენ, რომ ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკური პატიმარია. ასეთია მაგალითად გახარიას პარტია, სადაც მიიჩნევენ, რომ ხაბეიშვილის დაპატიმრებაც უნდა შეფასდეს იგივე ჭრილში, რა ჭრილშიც თქვათ, აი 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზების საქმეზე დაკავებულთა ქმედება, რომ 4 ოქტომბრის აქცია ეს იყო ამოსუნთქვა ქართული ოცნებისთვის და ეს იყო წყლის დასხმა სწორედ ხელისუფლების წისქვილზე. აი რამდენად აქვს გახარიას პარტიას საფუძველი იყოს ასეთი კრიტიკული და შეუვალი მოვლენების შეფასებისას, რაც თბილისში თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად გასულია. ისე მეორებ, აი მათ თავისი შეხედულებები რო ქონდეთ, აი ამ ისევე გახარიას როგორც ოცნების ამრჩეველს ეს გასაგებია, ნორმალურია, რამდენი ადამიანის იმდენი აზრი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ თავისთავად ფაქტი, რომ სიტყვების გამო და არაფერი არც 4 ოქტომბრის ორგანიზატორთა უკან, არც უშუალოდ ლევანის უკან სიტყვების მეტი არაფერი ყოფილა. სიტყვების გადაქცევა პირდაპირ ქმედებებად და მერე ხანგრძლივადიანი პატიმრობების შეფარდება, ხო, ეს არ არის ნორმალური პროცესი. ეს ქვეყანას ჩიხიდან ვერ გამოიყვანს, კრიზისიდან ვერ გამოიყვანს და საერთოდ პოლიტიკოსები პროფესია ის არის, რომ გარკვეულ შეხების წერტილებს ეძებდე და პოლიტიკური სიტუაციის განმოხტვაზე მუშაობდე. ეს პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის და როცა აი რეპრესიების გარდა რაც არ უნდა თავი მართალი მიგაჩნდეს, არაფერი არა გაქვს არსენალში, რომ პროცესები მართო. ეს არ არის ნორმალური ვითარება. აი ერთია თქვათ პოლიტიკოსების პატიმრობა, მეორეა როგორ უპირისპირდება ხელისუფლება განსხვავებული აზრის. იმიტომ რომ ბოდიში აი რას დავამატებთ, იცით რომ როგორც ლევან ხაბეიშვილი, ისე უშუალოდ გიორგი გახარია ფიზიკური თავდასხმების მსხვერპლნი გახდნენ, ხო? და მათ მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულება ასეთია. ამის მერე სიტყვებისთვის ლევან ხაბეიშვილს რო იჭერენ და გახარიას მხრიდან თურმე როგორ პირველად გავიგე, არ ვიცოდი, ეს ნორმალურად არის შეფასებული, ეს თავისთავად ფაქტი არის არანორმალური. კეთი, ბატონო დავით, არ მინდა ვისაუბროთ მხოლოდ ოპონენტების დაპატიმრებაზე, ამიტომ სურათი რომ განვაზოგადოთ და უკვე შევაფასოთ ხელისუფლების ის ნაბიჯებით, აი ზოგად ჭრილში, რასაც ვხედავთ განსხვავებული აზრის მქონე იმ მოქალაქეებთან მიმართებაში, რომლებიც ჯიუტად ქართული ოცნების პოლიტიკის, ასე ვთქვათ, საპროტესტოდ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას არ წყვეტენ, მიუხედავად იმისა, რომ მივედით მოცემულობამდე, როდესაც ტროტუარზე დგომაც კი აკრძალულია ხელისუფლების მხრიდან. აი ამ გარემოებაზეც რას ფიქრობთ ესეც რომ გითხრათ, როცა ადამიანს დღეს აკავებენ იმ საფუძვლით, რომ აი დეკემბრის თვეში ასე ვთქვათ, გადაკეტა ტროტუარი კანონის დარღვევით და დეკემბერში შეაფერხა ქვეითთა მოძრაობა. ამით თქვენი აზრით, რისი ჩვენება და რისი დამტკიცება უნდა საქართველოს ხელისუფლებას? აი რა არის მიზანი? პროტესტის და საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გატეხვა და ამ თვალსაზრისით ხართ მათ რიგებში, ვინც შესაბამისად ფიქრობს, თუ კი ასეა, რამდენად ერევა ქართული ოცნება წინააღმდეგობას და პროტესტს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, მაშინ ამ კითხვასაც დაგისვენთ. კი, ძირითადი არსი აქ არის აი ხელისუფლების თუ ძალაუფლების ისეთი ტექნოლოგია, რომელიც დაფუძნებულია ოპონენტის გატეხვაზე, მისი მომხრეების დაშინებაზე, თვითონ მის, ვთქვათ, სრულიად კალაპოტიდან ამოგდებაზე. ხო და გასაგებია ისტორიასავით ძველი არის ეს მეთოდი. ხელისუფლება დღევანდელი ამას იყენებს. უბრალოდ ეს არ არის არც ცივილიზებული, არც ნორმალური და სხვა გზები უნდა არსებობდეს ურთიერთობებისა. თუ კი სერიოზულად ვსაუბრობთ ისეთ ტერმინებზე, როგორც არის თუ ცნებებზე, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ან უნდა ამოიღო ლექსიკონიდან ეს ტერმინები. იმიტომ რომ ძალიან თვალთმაქცევა გამოდის, რომ ახლა ადამიანს ქუჩაში ტროტუარზე დგომისათვის აჯარიმებ, იჭერ და თან ლაპარაკობ ადამიანის უფლებებზე.
ნუ ან უნდა ამოიღოს, ან უნდა გადახედოს საკუთარ ქმედებებს, ტაქტიკას, იმიტომ რომ ნუ შეიძლება კი ამ დაშინებით გარკვეული ხანი კიდევ დარჩე ხელისუფლებაში, რაც უკვე ჩანს, რომ თვითმიზნად არის ქცეული, აი ოღონდ ვიყო და ორიენტაციებს შევიცვლი იმის მიხედვით, რა მაწყობს, რომ ვიყო და ვიყო ხელისუფლებაში. ხო? მაგრამ ესეთი ქმედება, ნუ ისევ და ისევ ხო არსებობს ეს ისტორიული გამოცდილება, თავდება ხოლმე ცუდად. და ან უნდა ეძებო გამოსავალი რაღაცა ტიპის დიალოგზე უნდა ფიქრობდე, პასუხისგებლობას იღებდე იმაზე, რომ საზოგადოება არის გახლეჩილი ორად და არსებობს დაპირისპირება მის მხარეებს შორის. დიდი ხანია ასე მოვდივართ, ოღონდ აი რაღაცა ტალღები გვაქვს ხოლმე ამ დაპირისპირებების და ეხლა კიდე რაღაც პიკურ ტალღაზე ვიმყოფებით და ნუ ეს ყველასათვის დამანგრეველია საბოლოო. კიდევ ერთი კონტექსტი რა ჭრელშიც მინდა რომ ვისაუბროთ, ეს არის რა გზებით უნდა გაგრძელდეს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, იმიტომ რომ თავად ხელისუფლება აფრთხილებს ყველას, ოპონენტი იქნება თუ რიგითი მოქალაქე, რომ ქუჩის გზით მათი შეცვლა არავის ცადოს, არადა აგერპას ეს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშს გაეცნობოდით, ის გუშინ გავრცელდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიჩნევს, რომ ამჟამად საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს. აი ჩნდება კითხვა, მაშინ რა გზები რჩება, აი როდესაც ასეთი ავტორიტეტული ინსტიტუტიც კი ამბობს, რომ არჩევნებს დღეს საქართველოში აზრი არ აქვს, ეს რას ნიშნავს და კიდევ ერთხელ მაშინ რა გზას უნდა დაადგეს ჯერ ერთი ცუდია რომ პარტიაც და განსხვავებული აზრის მქონე. ნელა ჯერ ერთი ძალიან ცუდია რომ ხელისუფლების წარმომადგენლები შეიძლება გულის სიღრმეში ზოგიერთი მათგანი ხვდება რომ ეს ყველაფერი ძალიან სახიფათო არის მათთვის. მაგრამ ბევრი წარმომადგენელი ვერაცნობიერებს რას ნიშნავს ევროპის საბჭოში, რომელშიც შესვლაც აი 99 წელს ზარზეიმით აღინიშნა, ხო? აი იქ რომ აი ესე გიყურებენ, რა შეიძლება ნიშნავდეს შენი პატარა ქვეყნისათვის. და როგორ შეიძლება ამ ქვეყნის ინტერესი შეეწიროს შენს დაუოკებელ სურვილს, რომ იყო და იყო ხელისუფლებაში. ეს ერთი ამას უნდა აცნობიერებდე, მერე გამოჩნდება გზები. გასაგებია რომ ეს ხელისუფლება აი აცხადებს რომ არც კი იგაბედოთ ფიქრი რომ ქუჩიდან შეიძლება ხელისუფლების შეცვლა. ნუ თავისთავად ეს იდეა კონსტიტუციურ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ნუ ყველა კონსტიტუციაში რომ სადაც ნუ ნორმალური მთავრობების შექმნილა უკვე საუკუნეების მანძილზე არის ხალხის უფლება იბრძოლოს თავისი თავისუფლებისათვის. მაგრამ კარგი დავანებოთ თავი, ვთქვათ ასე. ოპოზიციისათვის ხელისუფლებასთან დაპირისპირება ქუჩაში ეს არის არა ხელისუფლების შეცვლის, არამედ ხელისუფლებაზე ზეწოლის მექანიზმი. გავლენის მოხდენის მექანიზმი, იმიტომ რომ ოპოზიციას მეტი ბევრი არაფერი არ დარჩენია, ხო? რა ბერკეტებით უნდა იმოქმედოს, ილაპარაკოს და ქუჩაში გამართოს საპროტესტო აქციები. ეს უნდა იყოს მიმნიშნებელი, რომ თუ კი ეს გაღელვებს ესეთი ვითარება, მოდი გამონახე გზები. ხო, შეიძლება უცებ არ გამოგივიდეს, შეიძლება ოპოზიციას არ უნდოდეს იმ ფონზე შენთან საუბარი, როდესაც არსებობენ პოლიტპატიმრები, მაგრამ ნუ გამონახე გზების სცადე, რაღაცა შეცვალე. იგივე იმ ევროპელებთან, რომელთა გარეშე ვერი არსებობს საბოლოო ჯამში, ნუ საწახვალ, ხო? რუსეთთან რატომ არ ეძებს ამ გზებს ქართული ოცნება? თქვენი აზრით, ან ხომ არ ხედავთ კონტურებს, რომ ამ გზებს მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ნაბიჯებისა, რაც ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში განსაკუთრებით ვნახეთ, დაინტერესებულია, რომ აი მაინც რაღაც დიალოგის მაგიდასთან დასხდომით სცადონ საბოლოო ჯამში პრობლემების მოგვარება ოპონენტებთან თუ იგივე დასავლეთ პარტნიორებთან. ზოგჯერ ავლენენ ამ დაინტერესებას, მაგალითად აი მახსენდება, ნუ ძალიან სუსტია ეს, შეიძლება საქმიანობლადაც არ ღირდეს, მაგრამ ცდილობები რომ იყოს დებატები იმედზე და რუსთავი ორზე, ხო? აი მეც მიმიღია მაგაში მონაწილეობა, იმიტომ რომ ხო მინდა რომ ვესაუბრო ამ ადამიანებს, ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან, ამ ქვეყნის ისტორია მათი თქვათ გასაზიარებელიც არის, ისე როგორც ჩვენი და შესაბამისად საუბრის იქით სხვა გზა არ რჩება. მაგრამ ნუ ეს ძალიან სუსტი ბერკეტია. უმჯობესია ეს ხდებოდეს პოლიტიკური კლასის შიგნით და ასევე სტრატეგიულ პარტნიორებთან, იმიტომ რომ იმას ვამბობდი, რომ თუ კი შენ ევროპას ზურგს აქცევ, გაუგებარია ვისკენ ხარ მიმართული, ხო? რუსეთზე
მეგობრულ ტონში საუბარი შენს გიჭირს, იმიტომ რომ ცხენია ამისა საზოგადოებრივი განწყობებიდან გამომდინარე. თუ საკუთარი წუხილი არა გაქვს რუსეთთან, საზოგადოებრივი წუხილები ხო იცი? ეს გიჭირს. ეხლა რაც არასოდეს ყოფილა ისტორიაში რა მარტო ამ არაბული საამიროების ისტორიაში 1000 წლის წინ კი ყოფილა, მაგრამ იმათ იმედზე აპირებ თანამედროვე საქართველოს სუვერენიტეტის გამტკიცებას თუ რა? ბატონო დავით, აი ვის იმედზე შეიძლება ვიყოთ თუ კი ევროპის კარი საქართველოსთვის დაიკეტება ამ საკითხზე, ამ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაზე, სულ რამდენიმე წუთში განვაგრძობთ საუბარს. იქამდე აი მე პასეს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიში ვახსენე, მათ შორის ჩანაწერი არჩევნებთან დაკავშირებით და ისევ არჩევნების საკითხზე მინდა ჩაგეკითხოთ. თქვენც იზიარებთ აი დასავლელი პარტნიორების შეფასებას, რომ დღეს საქართველოში არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ აი ეს მწვავე და არასახარბიელო ჩანაწერი იმ ფონზე, როდესაც საქართველოში არის ცალკეული ოპოზიციური პარტია, მაგალითად ლელო, ასევე გახარიას პარტია უნდა ვახსენო ისევ და ისევ, რომლებიც ფიქრობენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, აი მაინც არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და შესაბამისად ეს პარტიები სწორებას სწორედ არჩევნებზე აკეთებენ. აი რა გზავნილია თავად ამ პარტიებისთვის? მინიმუმ ამ ორი პარტიისთვის ის პოზიცია, რასაც ვისმენთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მხრიდან და აი მართლაც ხვალ რომ ახალი არჩევნები დანიშნოს ქართულმა ოცნებამ. აი როგორ ფიქრობთ, რა მოხდება? არჩევნები ეს მთელი სისტემა, მთელი ინფრასტრუქტურა და თუ ის არ არის ნორმალურად მოწყობილი, თუ კი საარჩევნო ადმინისტრაციებში აბსოლუტური კონტროლი აქვს ხელისუფლებას, მმართველ პარტიას და მმართველ ბირთვს ელიტას და თუ კი ქუჩაც კონტროლდება აი მათთან აფილირებული ისეთი აგრესიული ჯგუფების მიერ, როგორ შეიძლება ასეთ ვითარებაში ნორმალური არჩევნების ჩატარება? აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რესურსები არის აი ცადამიწა, ისეა განაწილებული, ხო? მთელი მატერიალური რესურსი არის ხელისუფლების ხელში. აი ასეთ დროს როგორ შეიძლება ნორმალური არჩევნების ჩატარება, მაგრამ გამოსავალი რა არის მეკითხებით, ხო? აი ბრძოლა იგივე ამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რომ პირობები შეიცვალოს. ხო, ისინი იდეალური ვერ გახდება. თავის დროზე აი როცა რევოლუციურ პროცესებს ჰქონდა ადგილი იგივე პოლონეთში, აღმოსავლეთ გერმანიაში, იქ ეს ყველაფერი მაინც ევოლუციურად წარიმართა, ანუ ნაბიჯ დათმობები ხდებოდა, მრგვალი მაგიდები იქმნებოდა, იქ მართველი პარტია და ოპოზიცია ხვდებოდა ერთმანეთს და რაღაც ფორმულებს პოულობდნენ. ასე მოქმედების გარეშე არასოდეს არ მომწიფდება პირობები ნორმალური არჩევნებისათვის და მაშინ რჩება ისევ ის ვითარება, რომელიც დღეს შეიძლება კომფორტულად მიაჩნია ხელისუფლებას, რომ აი მონოპოლიურად იქნებიან, მაგრამ ეს როდის რა ფორმით გასკდება, თქვა პირველივე ეკონომიკური კრიზისის შემთხვევაში რა შედეგებს მოიტანს, ამაზეც უნდა დაფიქრდნენ. ეთილი ბატონო დავით, რაც შეეხება დასავლეთთან და ევროპასთან ურთიერთობას, აი ამ თემასაც რომ დაუბრუნდეთ თემას, რომელზეც თქვენ საუბარი რამდენიმე წუთის წინ დაიწყეთ. ამ კვირაში ვნახეთ, რომ კრიტიკული წერილი გაიგზავნა ირაკლი კობახიძის მხრიდან ბრიუსელში, მიზეზია დანიაში განვითარებული მოვლენები, სწორედ ამ მოვლენებთან დაკავშირებით ითხოვს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ევროპული სტრუქტურების ინსტიტუტების ხელმძღვანელებისგან ახსნა განმარტებას საით მიდის ევროკავშირი და რა მოუვიდა იმ მთავარ ფასეულობებს და ღირებულებებს, რასაც თავის დროზე ევროკავშირის შექმნა დაეფუძნა. აი მოქმედების რა გეგმაზე გადავიდა ქართული ოცნება, მოდით ასე კითხავთ, ის რასაც ხედავთ და ვისმენთ, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ხელისუფლება ასე ვთქვათ ევროკავშირზე ვარის თქმისკენ და თქმისთვის ამზადებს ქართულ საზოგადოებას და ერითი უნდა აიხსნას მმართველი პარტიის რიტორიკა იმის თაობაზე, რომ როგორც გუშინ ერთ-ერთი პოლიტიკოსი ამბობდა ჩვენს ეთერში, დანიის პოლიციის ხელმძღვანელობასთან შედარებით ხარება ანგელოზია და რომ დანიაზე, შვედეთზე, გერმანიაზე, ბრიტანეთზე და ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უკეთესი ცხოვრება შექმნა საქართველოში ქართულმა ოცნებამ. არ ვიცი, თუ შეერათ ამ ყველაფრის, დანია თავის თავს მიხედავს, დარწმუნებული ვარ ის კადრები, რაც გავრცელდა, გაირჩევა თვითონ დანიის პარლამენტში, დანიელი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, გარკვეული დასკვნები გამოტანილი იქნება ხელისუფლების მხრიდან.
ხო, ну აი ძაღლებით მოქმედება ნამდვილად არ არის მოსაწონი საქციელი, მაგრამ ახლა თუ ვინმეს გონია რომ ხარება არის ანგელოზი და ეს ადამიანები არიან განსაკუთრებული მონსტრები, ну ნებამომეცით არ დავეთანხმო, იმიტომ რომ ხარება და სხვები აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ რუსულ ავტოზაკებს, ხო, მინივენებს, სადაც პრაქტიკულად სისხლის კალო ჰქონდათ მოწყობილი, ხო. მსგავს რამეს დანიელები არ აკეთებენ და საერთოდ ესე ლაპარაკი რომ თქვენთან ისეა, ჩვენ რას გვეუბნებით, თქვენ აი არ ვიცი, ოდესღაც ზანგებს აწამებდით ან ინდიელებს ხოცავდით, ესეთი ლაპარაკი არის საბჭოური ეგრეთ წოდებული whataboutism. და რაზეა გათვლილი ბატონ დავით, იმიტომ რომ აი დანიაში განვითარებული მოვლენების საფუძველზე გვესმის მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან განცხადებები, რომ ასეთი ევროპა არ გვინდა და გვინდა სხვანაირი ევროკავშირი. აი ეს ყველაფერი რა შეიძლება ნიშნავდეს? ну იცით რა, ერთი ეს არის ნიშნის მოგებით საუბარი და აი ხტიბარის არ გატეხვა, მეორე უფრო სერიოზული შეიძლება აი რაც თქვენ რესპონდენტს უთქვამს, ეს იყოს სწორედ შემზადება ნიადაგის, რომ საბოლოოდ თქვენ უარი ევროინტეგრაციის იმ სტრატეგიულ ხაზზე, რომელიც საქართველოს სუქონდა და საბოლოოდ შეცვალონ აი ის, რაც 1991 წლიდან იყო ჩვენი ორიენტირი, ხო? ხო, ну რომელი იქნება სწორი, მოახერხებს თუ არა ხელისუფლება უცებ ეგრეთ შემოტრიალებას და სხვა თემებზე საუბარზე, სხვანაირად საუბარს, ვნახოთ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ზოგად პოლიტიკურ ფონზე, კონტექსტზე, რეგიონულ პროცესებზე და ასე ელოდებით ბრიუსელიდან პასუხს ირაკლი კობახიძის წერილზე ჯერჯერობით იქიდან სრული სიჩუმეა და თუ კი ასე გაგრძელდა ჩდება კიდევ ერთი კითხვა, აი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წერილის უპასუხოდ დატოვება, ღია წერილის უპასუხოდ დატოვება, რომელშიც ირაკლი კობახიძე არაერთ კითხვას სვამს, თავის მხრივ რისი მანიშნებელი იქნება? ну არ არის ეს რაღაცნაირად აი გონება מחვილური პოლიტიკა ქართული აი ამ მართველი ელიტის მხრიდან და ევროკავშირში ასეთი ტიპის ნიშნის მოგებით საუბარი whataboutism-ი, ხო? როგორც გითხარით, აი თქვენ თავს მიხედეთ, ხო, ესეთი საუბარი არ სარგებლობს დიდი პატივისცემით და არ ამგონია რომ ამაზე რაიმე რეაქცია ჰქონდეთ. ну შეიძლება ცალკეულ პოლიტიკოსებს, დიპლომატებს ჰქონდეთ რეაქცია, მაგრამ არ ამგონია რომ ამ ოფიციალურ წერილზე რაღაც ოფიციალური წერილი იქნას გამოგზავნილი. იყო დანიაში ინციდენტი, იმ ინციდენტს დანიელები დარწმუნებული ვარ, უფრო სამართლებრივად მიხედავენ, ვიდრე საქართველოში ოდესმე მომხდარა ესეთი რამე. რა კავშირი შეიძლება ქონდეს ევროპელ პარტნიორებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების დღევანდელ პოლიტიკასთან რუსეთს? ეს კითხვაც მინდა დავსვა, იმიტომ რომ მუდმივად არსებობს ეჭვი, რომ ქართულ ოცნებას რუსეთთან აქვს ანგარიშვალდებულება, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რითაც საქართველოსთვის ევროპის კარი დაიკეტება. აი თქვენ თუ ხედავთ ასეთ ანგარიშვალდებულებას და შესაბამისად რამდენად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ აი ქართული ოცნების ამოცანა არის საქართველოსთვის დაიკეტოს ევროპის კარი. იცით რა, ნამდვილად არის ნიადაგი, რომ ასე ვფიქრობდეთ. უბრალოდ მე მაინც არ მინდა ხოლმე მტკიცებით ფორმაში ასე ვილაპარაკო, იმიტომ რომ სათანადო დოკუმენტები არ მაქვს და ნუ ეს ღიად არც არსებობს გახსნილად აი მედიაში ესეთი რამე არ ვრცელდება, რომ იქ თქვათ ვიღაც X საქართველოსდან ხვდება Y-ს რუსეთიდან და მაინც და მაინც აი ამ დღის წესრიგს ათანხმებენ, ხო? როდესაც ოდესმე ესეთი რამე გამოჩნდება, მაშინ ყველას ასე ვთქვათ, გვექნება საბუთები სალაპარაკოთ, მაგრამ ნიადაგი ლოგიკურობა ამ ეჭვებისა ნამდვილად არსებობს. როდესაც ხედავთ, რომ ასეთი ქმედებებით გახარებული რჩება რუსეთი და რუსული პერსონაჟები არც მალავენ ამ სიხარულს. გამოხატავენ თავის ოფიციალურ გამოსვლებში, ზახაროვა იქნება ეს, ზოგჯერ თვითონ ლავროვი თუ სხვადასხვა. ხო და როცა მათ ახარებ და ამავე დროს ვერ ბედა ვილაპარაკო, რომ რუსეთის შენი სტრატეგიული პარტნიორია, ну ძალიან შარში ხარ, წინააღმდეგობაში ვარდები. ვინ არის შენი მტერი და მოყვარე, ნათლად ამის თქმა არ შეგიძლია.
კეთილი, დასავლეთთან სერიოზული პრობლემები აქვს ქართულ ოცნებას, მაშინ ვისთან ვართ კარგად და ვისთან ვლაგდებით, ეს სხვათა შორის ერთ-ერთი მიმართულებაა, რასაც ასევე თქვენ დაიწყეთ საუბარი რამდენიმე წუთის წინ. მაგალითად, რამდენად მისაღები ქვეყანა საქართველოს ახლო აღმოსავლეთისთვის, იგივე აზიური სახელმწიფოებისთვის, კონკრეტულად ჩინეთისთვის და რადგან ჩინეთი ვახსენეთ, აქ ვკითხავთ, რისი წამოღება შეუძლია საქართველოს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური ურთიერთობების თვალსაზრისით ამ ქვეყნისგან და სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ ჩინეთში შალვა პაპუაშვილის ვიზიტიც შედგა, როგორც გავიგეთ, 20 წლის განმავლობაში ეს იყო ამ ქვეყანაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი. ეს რა მოლოდინების საფუძველს იძლევა? აი ჩინეთთან მიმართებაში ქართულ ოცნებას როგორც ჩანს გარკვეული გათვლები აქვს, თუმცა მე ახლა ის უფრო მაინტერესებს, აი თავად ჩინეთისთვის თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება ვიყოთ მიმზიდველი ქვეყანა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, იმ ფონზე, როცა დასავლეთთან, ყოველ შემთხვევაში ევროპასთან ფაქტობრივად ხდება ყველა არსებული ხიდის ჩატეხვა. ცირა ჩინეთს ბევრად უფრო აინტერესებს ირანი, რუსეთი და ევროპაც გარკვეულწილად. და თავისი ანგარიშები აქვს შეერთებულ შტატებთან. ხო, აი ამ გლობალურ ვითარებაში ხო საქართველოს ნამდვილად არ არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ჩინელებისათვის. მაგრამ ამავე დროს ჩინურ თანამედროვე პოლიტიკას, აი სი ძინპინთან ასოცირებულს, ახასიათებს ეს რაღაცნაირად აი კვერცხების ბევრგან დადება, რომელიც გარკვეული რისკების მატარებელია. ჩინური ფული ძალიან ისეთია, კაბალურ პირობებში იძლევიან მას და შეიძლება აი ამ ვალიდან მერე ამოსვლა ძალიან გაჭირდეს და ყველაფრის გადახდა უკვე მატერიალური რესურსებითა და ну საერთოდ თქვა ჩინეთის სრულიად მორჩილებაში გადაიზარდოს, ხო და ასეთი არ არის ხოლმე ევროპული ფული, ევროპა თუ პირობებს გიყენებს ისევ შენი მოქალაქეების უფლებების დაცვის კუთხით და არა იმიტომ რომ დანამატი იყო და ფინანსურ კაბალაში ჩავარდა ევროპის წინაშე და ჩინეთი კიდევ ასეთია. ყოველ შემთხვევაში სხვა გამოცდილება ამ პატარა ქვეყნებს ჩინეთთან ურთიერთობებში არა აქვთ და რაზე ვცვლით. საერთოდ ჩინეთს დღეს აინტერესებს თუ არა ეს ერთი ამბავია, მაინც და მაინც არც ანაკლიის სპორტში აქტიობით გამოჩნდა ეს, რომ დიდი ინტერესი აქვს ჩინეთს, მაგრამ ხო, ნუ არის რაღაც ჩინური სტრატეგია, რომელშიც საქართველოს შეიძლება მოიაზრებოდეს ოდესღაც. და მეორე მხრივ, როგორც გითხარით, საკმაოდ სახიფათო პარტნიორია და აი რა გინდა საბოლოო ჯამში შეიძლება რომ საკუთარი ხელისუფლების დასაცავად გაწირო ძალიან ბევრი რამ, რაზეც აქამდე სულ იდგა ქართული სუვერენიტეტი, ხო? და შესაბამისად აიცით რა, ეგ არის მთავარი პრობლემა, თავი რომ დავანებოთ ოპონენტების დევნას, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს ნათელი ხედვა, სად არის საქართველოს ადგილი. იმიტომ რომ საქართველოს ადგილი ვერ იქნება მარტო გეოგრაფიული. ის უნდა იყოს პოლიტიკურ-გეოგრაფიული, ანუ აი ვისთან ახარ, ხო, ვისთან ახარ, ვინ არის შენი მტერი და მოყვარე. ნებისმიერი ქვეყნის როგორ გითხრათ ეს ფუნქციაა, რომ ეს განსაზღვროს ხოლმე და ჩვენი შემთხვევაში ეს გაიბლანდა და დაიკარგა. ეს სამწუხარო შეფასება ნამდვილად არ არის სასიამოვნო ჩვენი ქვეყნის შესახებ ასეთი დასკვნის ესე ვთქვათ მოსმენა, თუმცა ხო სამწუხაროდ ეს არის ის რეალობა როგორც ხედავთ, როგორც ანალიტიკოსები, ისე პოლიტიკური სპექტრი დღევანდელ ვითარებას. ბატონო დავით, სულ რამდენიმე წუთი დაგვრჩა და აი ბოლოს ამ კვირის კიდევ ერთ აქტუალურ საკითხზე მინდა რომ გთხოვოთ გაგუზიაროთ თქვენი პოზიცია ამჯერად მთავრობაში მიღებული გაწყვეტილება, რომლის შესახებაც მოვისმინეთ სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მამუკა მდინარაძისგან. იცით რომ ხელისუფლება სიძულვილის ენის სისხლის და შუღლის გაღვების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას, რა მიზნითაც შენობა საკუთარ სამინისტროში შეიქმნება ახალი სამმართველო. აი როგორია თქვენი ვარაუდი და მოლოდინი უკვე ამასთან დაკავშირებით? რა პრაქტიკას დაამკვიდრებენ თქვენი აზრით სამართალდამცავი სტრუქტურები? პასუხი მოითხოვება ყველას თუ მოხდება კანონის შერჩევითა დასრულება? იცით რა, აქაც არის მცდელობა, რომ გარკვეული სტანდარტები ისე მოირგონ საერთაშორისო
საერთაშორისო უნივერსალური სტანდარტები ისე მოირგონ, როგორც აწყობთ. ერთია რომ აი მდინარაძეს თავისი ფუნქცია უნდა და ამ ფუნქციას ისევ ახალი რისკები ახლავს საზოგადოებრივი სტაბილურობისათვის, ადამიანის უფლებათა დაცვისათვის. მეორეა აი რა ხო როგორ განახორციელებენ ამ ყველაფერს. მესმის წუხილი არ არის კარგი შუღლისა და სიძულვილის ენის გამოყენება, მათ შორის არც პოლიტიკურ დონეზე, მაგრამ არც ის უნდა გვავიწყდებოდეს, რომ არსებობს ერთ-ერთი უნივერსალური პრინციპი, რომ პოლიტიკოს თმენის ვალდებულება გაცილებით მაღალი აქვს ვიდრე მოქალაქეს. ხო, მე მგონი ამ პრინციპს არ უარყოფენ, თუ უარყოფენ სიტყვიერადაც უკვე ეს ერთი. და მეორე, როდესაც მსგავს საკანონმდებლო სიახლეს აპირებ, ხო, აუცილებელია რომ შენ ეს გააკეთო ოპონენტებთან დიალოგში. იგივე თუნდაც იმ არასამთავრობო სექტორთან, რომელიც აი ეს ერთი ხელის მოსმით უცხოეთის აგენტებად გამოაცხადა. ხო? ჩართე ვინც გინდა, მაგრამ ჩართე ოპონენტებიც, რომ ყველა მხრიდან აიწონოს, თუ გინდა რომ ეს ყველაფერი ისევ ახალ, ვთქვათ, კრიზისზე ან ცეცხლზე ნავთის დასხმად არ გადაიქცეს. სხვა შორის ამ სამმართველოს შექმნის კონტექსტში ვისმენთ შეფასებებს, რომ უკვე არსებული ქართული კანონმდებლობა გამოხატვის და უფლებების დაცვის თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანას ათანაბრებს რუსეთსა და სხვა დიქტატორულ სახელმწიფოებთან. რამდენად არის ეს ასე, ბოლო კითხვას დაგისვავთ და მაშინ რა გზა რჩებათ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, მოქალაქეებს, რომ აი საკუთარი პროტესტი და ეს განსხვავებული აზრი გამოხატონ. ხო, ვიწროვდება ეს შესაძლებლობების ველი, ანუ კრიტიკული დამოკიდებულების გამოხატვა ხდება სახიფათო. ახლა მე არ ვარ იურისტი და ზუსტად მუხლებით რომ გავარჩიო ამისათვის ვერთვლი თავს მომზადებულად სათანადოდ, მაგრამ აი ზოგადი მიმართულება, საითაც აქვს გეზი აღებული ხელისუფლებას, ჩანს რომ არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა საკუთარი კომფორტის სასარგებლოდ. სასიკეთოდ და ესეც აი ის არანორმალურობაა, რაზეც თავიდანვე დავიწყეთ საუბარი და რაც ნუ აი პოლიტიკურ, მენტალურ კრიზისს იწვევს და საზოგადოებაში დაპირისპირებას კი არ ანელებს, ამძაფრებს. კეთილი ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დღეს ამით დავასრულოთ. დავით დარჩეშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი გვერდდება, ასე რომ დაგვერდით. მაშა ასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ვასო ურუშაძე. ჩვენთან ერთად გამარჯობა ბატონ ვასო და მადლობა რომ შემოგვერდით. მადლობა თქვენ. ბატონ ვასო, აი თქვენ ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენთ, თქვენი პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის საქმეზე კი გუშინ განაჩენი დადგა, ამიტომ რა თქმა უნდა გავხსნათ ჩვენი ინტერვიუ უნდა დავიწყოთ სწორედ ამ საქმეზე საუბრით. 2 წლისა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ლევან ხაბეიშვილს, არ დაუდასტურდა სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის გადაცემის დაპირების ბრალდება, თუმცა დამნაშავეცნეს საბოტაჟში და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაში. აი რა არის დღეს თქვენი სათქმელი ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის და მეორე მხრივ სასამართლო ხელისუფლებისთვის. თქვენი კოლეგების მხრიდან ვისმენთ შეფასებებს, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის გაწყვეტილება, რომელიც მოსამართლემ უბრალოდ წაიკითხა. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ დაწერა განაჩენი და ვინ გასაზღვრა პატიმრობის იზვა და რაც გუშინ ყველამ ერთად მოვისმინეთ. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ფაქტია და გუშინ კიდევ ერთხელ გადასტურდა, რომ ლევან ხაბეიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ის არის უბრალოდ ტყვეობაში და არანაირი კავშირი ამ სასამართლო პროცესს მოჩვენებითად არ აქვს რეალურ სამართალთან და როგორ შეიძლება უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ ადამიანი ყავდეს ციხეში რაღაც კონკრეტული გამოგონილი დანაშაულის გამო
სადაც არ არის არც დამნაშავე, არ არის არც დაზარალებული, არ არის არც მტკიცებულება, უბრალოდ ილუზიურ დონეზე, წარმოსახვის დონეზე არის შეკერილი საქმე, რომ აი ვიღაცამ წარმოვიდგინა, რომ ვიღაცამ ქთამი შესთავაზა და აი ამ დონეზე. რა თქმა უნდა, ამ ნაწილში რომ ლევან ხაბეიშვილი გამართლა, არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიიღება არა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ, არამედ მიიღება ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიერ. ანუ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ გადაწყვეტა, რომ ლევან ხაბეიშვილი დააკავეთ, ანუ დაატყვევეთ და ჯერ მოხდა ლევან ხაბეიშვილის დატყვევება და მერე დაიწყო პროკურატურამ, სუსმა და სასამართლომ საქმის შეკერვა. და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ხო, არარეალისტური, აბსურდული, ახლა მე ვეცრებოდი თითქმის ყველა სასამართლო პროცესს, სადაც უბრალოდ იმდენად არასერიოზული იყო პროკურორის მხრიდანაც, მოსამართლეს მხრიდანაც მთელი ეს პროცესი, რომ თავადაც ვერ ვიტყვი იმას, რომ დისკომფორტს განიცდიდნენ, იმიტომ რომ ალბათ შეგუებულები არიან ამას, მაგრამ თვითონაც არ იყვნენ მორალურად ისე მყარად, რომ ესეთი საქმე შეეკერათ. ამიტომაც მიიღო მოსამართლემ საავადმყოფო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო ქთამის შეთავაზების ნაწილში, თუმცა დამნაშავედ ცნეს და საერთო ჯამში იმიტომ რომ მართვის გამოვალი, ანუ დამნაშავე ესეც ძალიან ნიშანდობლივი არის. დამნაშავედ რაშიც ცნეს ლევან ხაბეიშვილი. პოლიტიკური განცხადების გამო. არანაირი მტკიცებულება ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ არ არსებობს. არანაირი ქმედება არ არსებობს. როგორ შეიძლება დანაშაული იყო არსებობდეს და არ არსებობდეს ქმედება, ანუ მოქმედება, ან დაზარალებული არ არსებობდეს. როგორ შეიძლება აი გაფიქრება შეიძლება იყოს დანაშაული და პოლიტიკოსის მხრიდან უბრალოდ პოლიტიკური განცხადება, როგორ შეიძლება ჩვენ მივიღოთ როგორც დანაშაული. ანუ აბსურდია თავიდან ბოლომდე და ადასტურებს იმას, რომ კლასიკური გაგებით თუ ვინმე არის დღეს საქართველოში პოლიტპატიმარი, სხვებთან ერთად არის ლევან ხაბეიშვილი და ეს გუშინ სასამართლომ დაადასტურა. ცოტა მეტია უკვე პატიმრობაში იმყოფება 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ნიშნავს იმას, რომ ის გისოსებში კიდევ წელიწად ნახევარი და დაახლოებით მას უბრალოდ შეუჩერეს პოლიტიკური 2028 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში უწევს საპატიმროს დატოვება, ანუ არჩევნებისთვის გარეთ თავისუფლებაზე იქნება. აი რამდენად შეიძლება ვიფიქროთ, რომ აი ეს გარემოებაც წინასწარ გათვლილი და გაწერილი. აი თუ ფიქრობთ, რომ ხაბეიშვილის განაჩენი რეალურად ქართულ ოცნებაში დაიწერა და მეტიც პერსონალურად ბიძინა ივანიშვილმა დაწერა, მაშინ როგორ ფიქრობთ, რატომ აძლევს ხელისუფლება ხაბეიშვილს 2028 წლის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას და ამ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე უშვებს გარეთ. ანუ თქვენ მეკითხებით, რატომ არ მისცა 5 და 7 წელი? არა, მე გეკითხებით, ხომ არ შეიძლება. ხო, ანუ ლევან ხაბეიშვილი არის დღეს იმაზეც, რომ აი 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ლევან ხაბეიშვილს ლევან ხაბეიშვილი აღმოჩნდა პრობლემა სისტემისთვის. ლევან ხაბეიშვილი არის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის აი ოლიგარქიული კლანისთვის, იმიტომ რომ ის ამხელდა მათ კორუფციაში, ის ამხელდა მათ თავიანთ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში და მისი მოწოდება, მისი პოლიტიკური ენერგეტიკა, რომელიც ის გადაცემებში ხალხთან კომუნიკაციის დროს იყო გამორჩეული, ამით და გამოიყენებდა და აღმოჩნდა პრობლემა ბიძინა ივანიშვილისთვის. ალბათ ისინი გარკვეულ კვლევებსაც ატარებენ, ნახულობენ თუ რომელ პოლიტიკოსს აქვს უფრო მეტი რაღაცა პოტენციალი იმისა, რომ საფრთხე შეუქმნას აღნიშნულ ძალაუფლებას და უბრალოდ განარიდეს. ანუ ლევან ხაბეიშვილი აიღეს და განარიდეს პოლიტიკური პროცესებისგან. და მომავალში სანამ აღნიშნული სისტემა იქნება, ვერც ერთი პოლიტიკოსი და ვერც ერთი თან ანუ ოპოზიციაში ყოფი ადამიანი ვერანაირ გათვლას ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს, როცა სრული ძალაუფლება არის კონსოლიდირებული ერთი ოლიგარქის ხელში, მას შეუძლია რა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საქმე აღძრას, ნებისმიერ პოლიტიკოსზე გამოგონილი ბრალდებით და გაუშვოს ის ციხეში რამდენი წლითაც მას სურს. აქედან გამომდინარე, ხა ამაზე საუბარი 2028 წლის არჩევნებისთვის, ანუ ვინ რას და როგორ მოიმოქმედებს ნაადრევია. თუმცა ჩვენი მოვალეობა არის, რომ ბრძოლა არ შევწყვიტოთ და ბრძოლა იყოს ყოველდღიური, იმიტომ რომ სახელმწიფოსთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არის მარადიული და ჩვენ ვერანაირ გათვლებს ვერ გავაკეთებთ. ეს ხვალ შეიძლება დასრულდეს გამარჯვებით საქართველოსი 2 დღის შემდეგ თუ 3 დღის შემდეგ. თავარი და რაც ყოველთვის არის ნათელი, ბრძოლა უნდა იყოს უკომპრომისო
ვისაც როგორ შეუძლია და ყოველდღიური და მარადიული. ასო, ბევრი დრო არ გვაქვს, ამიტომ მინდა რომ სწორად გავანაწილოთ, რადგან ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენთ, აუცილებლად უნდა გკითხოთ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზეც, რომელიც მესამე პრეზიდენტმა და ნაციონალურ მოძრაობას დამფუძნებელმა გააკეთა გუშინდელ პროცესზე, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მისი ჩამოსვლის და დაკავების საკითხზე ასეთ რამეს ამბობს, ციტატა: რუსეთის აგენტურა იყო ჩემს გარემოცვაში, იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად მეუბნებოდა, რომ ჩამოსულიყავი, როცა ჩამოვედი, უნდა დამხვედროდა და არათუ არ დამხვდა, არამედ 2 საათში ჩემი მონაცემები გადასცა პოლიციასო. შეიძლება ითქვას, რომ ისეთი სკანდალურ განცხადებას აკეთებს მიხეილ სააკაშვილი. ვის შეიძლება გულისხმობდეს მიხეილ სააკაშვილი, ეს ერთი და მეორე, რატომ ალაპარაკდა ის მის ღალატზე მხოლოდ ამდენი წლის შემდეგ, მეხუთე წელი მიდის უკვე რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა და შესაბამისად დააპატიმრეს. დიახ, ამის შესახებ ინფორმაცია მე არ მაქვს, ვის გულისხმობს კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი. მე არ მიყვარს კონკრეტული მტკიცებულების და კონკრეტული ფაქტის გარეშე ვერსიებზე საუბარი და თავ შევიკავებ ამ ვერსიებისგან და მე დარწმუნებული ვარ, რომ თავად მიხეილ სააკაშვილი უახლოს პერიოდში თავადვე დაასახელებს იმ ადამიანებს, იმიტომ რომ სავარაუდოდ მხოლოდ ის არის ინფორმირებული ზუსტად ამის შესახებ და არა სხვა რომელიმე მესამე პირი, როგორც თავად აღნიშნავს და მნიშვნელოვანი არის ზოგადად ყოველთვის ყველაფერს უნდა თავის სახელი დავარქვათ და ყოველთვის ყველაფერს თავისი ადგილი უნდა მიუჩინოთ. თუ ჩვენ გვინდა მართლა გულწრფელი და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებში, მათ შორის ადამიანებს შორის ურთიერთობებში, პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობებში, ყველაფერი უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე და ძალიან მაშინ ამდენი წლის განმავლობაში, თუ კიდევ ერთხელ 4 წელზე მეტი გავიდა, მეხუთე წელი მიდის, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა. თუ მის ღალატს ჰქონდა ადგილი, მაშინ მესამე პრეზიდენტმა ამის შესახებ აქამდე რატომ არ უთხრა საზოგადოებას და თქვენ კი თქვით, რომ ეხა გვარებზე და ვერსიებზე არ გსურთ პოზიციის დაფიქსირება, თუმცა მაინც უნდა გკითხოთ. აი, რამდენიმე გვარმა გაიჟღერა გუშინ სოციალურ ქსელებში, მათ შორის იყო ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, ნიკა გვარამია. ამ კონტექსტში ჟღერს სხვა შორის უკრაინაში მყოფი გია ლორთქიფანიძის სახელი და გვარიც. აი, რომელიმეს გამორიცხავდით? აი, მაინც საინტერესოა, რას ფიქრობთ თვითონ პარტიის წევრები პარტიის შიგნით. სახელებზე და გვარებზე საუბარი არასერიოზული იქნება არა მარტო ჩემი მხრიდან, არამედ ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, მათ შორის ვინც სოციალურ ქსელში ამ ვერსიებს ასახელებს, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ამის შესახებ ზუსტ ინფორმაცია გქონდეს ვინმეს გარდა მიხეილ სააკაშვილისა, რომ თავად აღნიშნავს, რომ მხოლოდ მას ჰქონდა ამ ადამიანთან კომუნიკაცია და მხოლოდ მას ჰქონდა ამ ადამიანთან ურთიერთობა. ანუ როგორ წარმოგვიდგენია, რომ სხვა მესამე პირები ვინმე ამის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ და რაიმე ვერსიებზე საუბრობდნენ. ამიტომ ვერსიებზე საუბარი ვფიქრობ, რომ დამაზიანებელი იქნება, შეიძლება ბევრმა ადამიანმა რაღაც გარკვეული შეცდომები დაუშვას, იმიტომ რომ აღნიშნული შემთხვევა არ ექვემდებარება არანაირ ლოგიკას, თუ ახლა ლოგიკური მსჯელობით ჩვენ მივიდეთ რომელიმე კონკრეტულ პირამდე, ამიტომ ერთადერთი რაც შეიძლება დავუყოთ თავად მიხეილ სააკაშვილს თქვენ დასვით შეკითხოთ 4 წლის შემდეგ რატომ დაიწყო ამაზე საუბარი, მას აქვს კომუნიკაცია გარესამყაროსთან ადვოკატების მეშვეობით და მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ რაღაც გარკვეული მტკიცებულებები და გარკვეული ინფორმაცია მისთვის ამ ეტაპზე გახდა ცნობილი, უფრო მეტი შეიძლება ითქვას მისი დამაჯერებლობისთვის. ანუ ამას ვერ გამოვრიცხავ, ამიტომ იცოდა არა მანამდე, არამედ ამის შესახებ გაიგო ახლა. არა, შეიძლება მანამდე რაღაც გარკვეული ეჭვები ქონდა, მაგრამ რაღაც ეტაპზე შეიძლება მისი ამ ეჭვების, ასე ვთქვათ, დამაჯერებლობა მისთვის გაიზარდა. კიდევ ერთი კითხვა და ეს თემა ამით დავხუროთ. ერთ-ერთი სახელი და გვარი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ასახელებენ სოციალურ ქსელებს, თუ კი გადავხედავთ, არის ნიკა მელი, არა და ეს მაშინ, როცა თითქოს პირიქით იყო, თითქოს ჩანდა, რომ ნიკა მელია იმ პოლიტიკოსების რიგებში იყო, რომელიც ფიქრობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა რევოლუციას ვერ მოახდენდა ჩვენს ქვეყანაში. ახლა მინდა გკითხოთ, აი რითი შეიძლება აიხსნას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ასეთი ერთგვარი შეტევა ნიკა მელიას
იტალიას მისამართით. ხომ არ არის საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ცდილობენ ნიკამელიას, ასე ვთქვათ, გაშავებას და მისთვის აი ამ რაღაცა მოღალატის იარლიყის საკიდებას. ფიქრობ, რომ არასწორია ეს ინფორმაცია, უბრალოდ ეს ჩემი აზრია. ნებისმიერი მცდელობა აღნიშნულ სიტუაციაში რაღაც ისრების გადატანის თუ ვის რა პოლიტიკური გემოვნება აქვს და ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს არის არასწორი, იმიტომ რომ წარმოუდგენელია დღეს ვინმე იყოს რაღაც კუთხით ინფორმირებული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარდა მიხეილ სააკაშვილისა. ამიტომ ნებისმიერი ეს მცდელობა არ აქვს მნიშვნელობა ვისი მხარდამჭერების მხრიდან იქნება, არის არასწორი და თუ ვინმეს მართლაც სურს რომ ეს პროცესი იყოს ჯანსაღი და კონსტრუქციული, უნდა დაელოდოს მიხეილ სააკაშვილს და მის ოფიციალურ განცხადებას. თუმცა დღეს რაც ქვეყანაში ხდება, არის ძალიან საგანგაშო და საგანგაშო ეს რაც ხდება პოლიტიკოსების წინააღმდეგ და ძალიან რას გულისხმობთ? აი პოლიტიკურ დევნას, რაც ხდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. და თუ ვინმე წარმოუდგენია საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩევლებს, შეიძლება ითქვას ძალით თუ უნებლიეთ მათ საჯარო მოხელეებს, რომ ეს პირდაპირ არ არის დაკავშირებული ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობასთან, ცხოვრების დონესთან, ცხოვრების ხარისხთან, ძალიან ცდება, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვითარდებით, წინ ვერ მივდივართ, ეკონომიკა არის ფაქტობრივად გაყინული, იზოლირებული ვართ საერთო გეოპოლიტიკური პროცესებისგან, იზოლირებული ვართ საერთაშორისო საფინანსო გლობალური ეკონომიკისგან, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს და მის ვიწრო ჯგუფს სურს ძალაუფლების მარადიულად შენარჩუნება. და ამის საპირწონედ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს დევნის პოლიტიკოსებს, იჭერს, ატყობებს, ასახიჩრებს და ასე შემდეგ. ის რაც დღეს გუში რომ ლევან ხაბეიშვილს მიუსაჯეს არაფრის პოლიტიკური განცხადების გამო მიუსაჯეს 2 წელი და 6 თვე ციხე, ეს არის პირდაპირ დაკავშირებული იმასთან, რომ დღეს საქართველოში ადამიანები ვერ საქმდებიან, ეკონომიკა ვერ ვითარდება, მიდიან ემიგრაციაში, გამოდიან და გვესაუბრებიან ძლიერ ოჯახზე უტიფრად და საუბრობენ, რომ აი მათი პრიორიტეტი თურმე ძლიერი ოჯახი ყოფილა. როგორ შეიძლება ჩვენ ქვეყანაში ვილაპარაკოთ ძლიერ ოჯახზე, როცა ყოველი მეორე ოჯახი ფაქტობრივად არის გახლეჩილი და ან შობლებიდან, შვილების შობლებიდან, ან დედა, ან მამა არის ემიგრაციაში წასული. ამიტომ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ საქართველოს მოქალაქეებმა მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა და ამომრჩევლებისა, რომ ის რაც ამ ქვეყანაში დღეს ხდება, აზიანებს მთლიანად ქვეყანას, აზიანებს მთლიანად საქართველოს მოქალაქეებს და პირდაპირ აისახება როგორც ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მათი ცხოვრების ხარისხზე და მათი შვილების მომავალზე. ამიტომ ესე გულგრილები ნუ ვიქნებით აი ამ პოლიტიკური დევნის საკითხებთან დაკავშირებით. მადლობა ვასო სტუმრობისთვის. დღეს დაგემშვიდობებით. ვასო ურშაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. დღის ნიუსრუმი ამით დასრულებულია ჩვენი სამუშაო კვირაც. შესაბამისად ერთმანეთს ორშაბათიდან შევხვდებით. ნახვამდის.